დღეს ჩვენ ნიუ-იორკიდან პირველ გამოსაკითხ პირად გვერთვება კარიერის დიპლომატი, თავისი საქმის პროფესიონალი ბატონი დავით ბაქრაძე, რომელიც ამჟამად გაეროში ჩვენს მუდმივ წარმომადგენლობას ხელმძღვანელობს. მანამდე ის გახლდათ საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში და შესაბამისად მუშაობდა ვაშინგტონში და მანამდე ის იყო მთავრობის წევრი არაერთი წლის განმავლობაში და ის გახლდათ ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი. ის გვერთვება ნიუ-იორკიდან, იქ ახლა არის ღამის საათები და მე მინდა ჩვენს წევრებს ვთხოვო, რომ თბილისის დროით 10 საათზე მასთან მუშაობა დავასრულოთ იმისთვის, რომ ბატონ დავითს მივცეთ საშუალება სამსახურის შენობა დატოვოს. ბატონო დავით, მოგესალმებით, შევამოწმოთ ხმა თუ გესმით. ჩვენი ხმა. მოგესალმებით, კარგად ისმის თქვენი ხმა, მე ჩემი ხმაც კარგად ისმის ნამდვილად. ბატონო დავით, თქვენ მოგაწოდეს გაფრთხილების ტექსტი და თქვენ მას გაეცანით, გთხოვთ რომ ხელმოწერილი დღის განმავლობაში დაგვიბრუნოთ. გაფრთხილებაში წერია, რომ ჩვენი კომისიისთვის განზრახს ახსნა განმარტების მოცემა პასუხისთვის თავის არიდება კითხვებზე უარი ისჯება სისხლის სამართლის წესით და ეს თქვენ წაკითხული გაქვთ და გაცნობილი ბრძანდებით ამ პირობას. ბატონო დავით, ძალიან დიდი მადლობა, რომ შუაღამეზე პრაქტიკულად დაღლილი სამუშაო დღის შემდეგ მოიცალეთ, რომ ჩვენთან ერთად იმუშაოთ. ჩვენი მთავარი მიმართულება დღეს თქვენთან შეხვედრის არის იმის გამორკვევა, თუ რა ინფორმაციები გაქვთ თქვენ იმასთან დაკავშირებით, რომ მუშაობდით რა სახელმწიფო მინისტრად ევროინტეგრაციის დარგში და არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს მთავრობის ფარგლებში ქართული ოცნების დროს თქვენ მიერ გადაიდგა იმისთვის, რომ საქართველოს ევროპული გზა, ევროინტეგრაციის გზა წარმატებული ყოფილიყო. შემდეგ ვაშინგტონში ელჩობისას და შესაძლოა ახლაც კი, რა ინფორმაციები გაქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ინტერესების საზიანოდ არაერთი ქართველი პოლიტიკოსის იქნებოდა საპარლამენტო ოპოზიცია თუ პარლამენტს მიღმა მყოფი პარტიების წევრი ზოგიერთი პოლიტიკოსი დგამდა ისეთ ნაბიჯებს, რომელიც არ ჯდება წმინდა პოლიტიკურ დებატში და პირდაპირ აზიანებს სახელმწიფო საგარეო ინტერესს და ქართველი ერის მისწრაფებას და არჩევას. 15 წუთის განმავლობაში თუ საკმარისი არ იქნება 20 წუთით თავისუფალი თხრობის რეჟიმში რომ გითხრათ და შემდეგ ჩვენ დაგისვამთ კითხვებს. კეთილი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ქალბატონთია, მივესალმები კომისიის წევრებს. მე ევროინტეგრაციის საკითხების სახელმწიფო მინისტრად 2014 წელს დავინიშნე, ამ პერიოდიდან ასე ვთქვათ, შევეცდები რომ გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება იმ კითხვასთან დაკავშირებით, რომელიც თქვენ გქონდათ. პირველი ასოცირება, ესე იგი 2014 წელს მოეწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ასევე განისაზღვრა ის ფორმატი და პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ თანამშრომლობდით ევროპულ და თანამშრომლობთ ევროპულ ინსტიტუტებთან. 2014 წელს გაიმართა ნოემბრის თვეში პირველი ასოცირების საბჭო და 2015 წლის ნოემბერში გაიმართა უკვე მეორე ასოცირების საბჭო. პირველ რიგში რას წარმოადგენს ეს პლატფორმა? ეს არის ადგილი, სადაც ერთის მხრივ საქართველოს მთავრობა, მეორეს მხრივ ევროკომისია ხვდება ერთმანეთ წელიწადში ერთხელ და განიხილავს იმ პროგრესს, რომელიც აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, წლის განმავლობაში განხორციელდა ევროინტეგრაციის გზაზე და 2015 წლის ასოცირების საბჭოს თვის მზადების დროს ძალიან მკაფიოდ გამოიკვეთა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ანუ ამ პერიოდში საქართველოს უკვე ყველა რეფორმა განხორციელებული ჰქონდა და ჩვენი მთავარი მიზანი უკვე იყო ვიზა ლიბერალიზაცია.
ანუ ჩვენ მუშაობთ ვიზა ლიბერალიზაციაზე, განხორციელდა რეფორმები, წარმატგინეთ ეს ასოცირების საბჭოზე, სადაც განხილული იქნა, ასე ვთქვათ, ეს საკითხები მთლიანად და ჩვენს დღის წესრიგში ახლა რასაკვირველია არის ის, რომ დეკემბრის თვეში დაგეგმილი ევროკომისიის ხდომაზე იყოს შესაბამისი დადებითი დასკვნა. ანუ ჩვენ, ასე ვთქვათ, 14 ნოემბერს შევხვდით და ამ ვიზიტის ფარგლებში ბუნებრივია, რომ მთავრობას გარდა ამ ფორმატში მონაწილეობისა ჰქონდა მაღალი დონის შეხვედრები როგორც ევროკომისიის წარმომადგენლებთან, ევროპარლამენტარებთან, საექსპერტო საზოგადოებასთან, ეგრეთ წოდებულ think tank-ებთან, ვისაც ტრადიციულად პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე მოგეხსენებათ აქვთ შესაბამისი გავლენა და ამ შეხვედრებზე გამოიკვეთა, რომ ზუსტად ამავე პერიოდში, ამავე თვეების განმავლობაში ოპოზიციური ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიის წევრები თვეების განმავლობაში დადიოდნენ და შეხვედრებისას საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მიცემის წინააღმდეგ, ასე ვთქვათ, ლობირებდნენ და პირდაპირ ყველა ამ შეხვედრაზე, როგორც გითხარით, ეს ევროპარლამენტარები იყო, კომისიის ბიუროკრატი წარმომადგენლები თუ ასე ვთქვათ, ექსპერტები, ყველა გამოხატავდა იმ პოზიციას, რომ აბსოლუტურად გაუგებარი და აუხსნელი იყო, როგორ შეიძლება, რომ ასე ვთქვათ, იმ პერიოდისთვის წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელსაც გაცხადებული ქონდა პროევროპული განვითარების მხარდაჭერა და ამ ქვეყნის პროევროპული განვითარების, ასე ვთქვათ, ძალისხმევის მხარდაჭერა, რომ საკუთარი პოლიტიკური მიზნების გამო ქვეყნის მოსახლეობისთვის ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების, როგორც არის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, ეს გადაწყვეტილება დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ. პარტიული დაპირისპირება, ასე ვთქვათ, ევროპელი პოლიტიკოსებისთვის, დიპლომატებისთვის სრულიად გასაგებია, ეს ბუნებრივი პროცესია და ოპოზიცია ინსტიტუციური დემოკრატიისთვის ზოგადად, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ხელისუფლების ნაწილადაც მოიაზრება, რომლის როლიც ასევე მნიშვნელოვანია, ცხადია იმ პროცესებში და იმ განვითარების გზაზე, რომელიც სახელმწიფოსთვის წარმოადგენს პრიორიტეტს და რასაკვირველია, ევროინტეგრაცია ეს ჩვენი მოსახლეობის გეოპოლიტიკური არჩევანია. და პირდაპირ ვერ მალავდნენ, ასე ვთქვათ, გაკვირვებას, აღშფოთებას ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა, ანუ მათ ოპონენტებთან ბრძოლა, გადაიქცა გარკვეულწილად სახელმწიფოსთან და საკუთარ ხალხთან ბრძოლად. ბატონო დავით, ბატონ ალუდას უნდა რომ ჩაგეკითხოთ, რომ დრო მოვიგოთ. მოგესალმებით, მან დავით, თქვენ მესმის რომ დიპლომატი და გამოცდილი დიპლომატი ბრძანდებით, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს კონკრეტული გვარები, შემდეგ კითხვები რომ არ იყოს და ამიტომ დრო დავზოგოთ, ჩვენ ისედაც ვიცით ნაციონალური მოძრაობა, ვინ არიან, რის გამკეთებლები არიან, სასიო სტომათა დარბაზში ურთიერთბრალდებების მოგვისმენია თვითონ მათ, ასე ვთქვათ, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის კოლგის ქვეშ, ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება რომ თქვენი დრო რომ დავზოგოთ პირველ რიგში კონკრეტული გვარები მივაყოლოთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კონკრეტული ქმედების უკან კონკრეტული გვარები და სახელები. დიდი მადლობა. იბატონ. აუცილებლად და ამ საკითხთან მივალ, იმიტომ რომ ეხლა მე ვსაუბრობ პირად შეხვედრებზე, რაც გარკვეულწილად შეიძლება დიპლომატიური ეთიკით არ იყოს გათვალისწინებული კონკრეტული სახელები, მაგრამ ეხლა პირად შეხვედრებზე ვსაუბრობ და შემდეგ აუცილებლად მივალ იმ მომენტამდე, სადაც უკვე საჯაროდ და ღიად მოხდა ეს დაპირისპირება ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ, ასე რომ სახელებამდეც მივალთ. ანუ უფრო, ასე ვთქვათ, კონკრეტულად რო ვთქვათ, ამ შემთხვევაში არგუმენტი, უფრო სწორედ წინაპირობა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, რაც ჩვენთვის გახდა ცნობილი იყო, ის რომ ეს პროცესი უნდა გადაიდოს არჩევნების შემდგომ, არჩევნები 1 წლის შემდეგ უნდა ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, მიუხედავად ამ ძალისხმევისა, 18 დეკემბერს ევროკომისია დებს დასკვნას, რომელშიც აცხადებს, რომ საქართველოს
და მისმა ხელისუფლებამ სრულად დააკმაყოფილა ყველა წინაპირობა კრიტერიუმი, რომელიც არსებობს ვიზა ლიბერალიზაციისთვის. ეს იყო ძალიან ცხადი და ერთნიშნულოვანი დასკვნა, რომელიც იყო ასევე უპირობო, ანუ არ იყო გათვალისწინებული რაიმე პირობა ევროკომისიის მხრიდან, რაც საჭირო იქნებოდა ამ პროცესის ბოლომდე მისაყვანად. ანუ სრული მზაობა ამ თვალსაზრისით ევროკომისიის მხრიდან, რომელიც ევროპის მხრიდან ერთ-ერთი რგოლია ამ პროცესში, მიღებული იქნა 18 დეკემბერს, მაგრამ მალევე უკვე იკვეთება პოლიტიკური ხელშემშლელი ფაქტორები და უფრო ცხადი და საჯარო ხდება ეს პროცესი და ამ პროცესთან დაპირისპირება, რადგანაც ნაციონალური მოძრაობის პარტნიორი პარტიის, ევროპის სახალხო პარტიის ხელმძღვანელი ჯოზეფ დაული, ეს ხდება უკვე 2016 წლის მარტის თვეში, აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს პარტია მხარს უჭერს საქართველოსთან ასე ვთქვათ, ვიზა ლიბერალიზაციას, საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლას, ეს პროცესი უნდა გადაიდოს. ეს ხდება ეს ვიზიტი, ანუ ამ განცხადების შემდგომ უკვე დოულის ვიზიტი შედგა 30 მარტს. ასე რომ ჯერ ამ ასე ვთქვათ მომენტს შევეხები, ეს არის მარტის თვე და აცხადებს ჩამოდის საქართველოში, ხდება ასე ვთქვათ გარკვეულ სისხლის სამართლის საქმეებში ასე ვთქვათ მსჯავრდებულ პატიმრებს, ხდება ნაციონალური მოძრაობის, ანუ მათი პარტნიორი პარტიის. ბატონო დაუდი, კიდე ჩაგეკითხებით, აი ვის ხვდება, აი ჩამოდის, ვის ხვდება, იმიტომ რომ თქვენს მიერ გაჟღერებული სახელი და გვარის იქით მე პირადად და ქართველ ხალხს ბოდიშით ქართველ ხალხს არა ბატონი დოული თუ ან სხვა ვინმე გვაინტერესებს, არამედ გვაინტერესებს ის, ვისაც გულის ჯიბეში ჯერ კიდევ აქვს ფორმალურად საქართველოს პასპორტი. ეს არის ჩვენი ფოკუსის ძირითადი საგანი. ხვდებით ხომ? ანუ ვის ხვდება აი აქ რო ჩამობძან და სახელი და გვარები, ეს მაინც რო გითხრათ. კი ბატონო, მოგახსენებთ. ესე იგი, პირველ რიგში ამ პერიოდისთვის მსჯავრდებულებს ხდება, ეს იყო მაგ პერიოდისთვის, ვისაც ის ვიზიტის დროს შეხვდა, იყო მერაბიშვილი, ახალაია, უგულავა და ასევე გაიმართა შეხვედრა ნაციონალურ მოძრაობაში. ამასთან დაკავშირებით მე საჯაროთაც იქნება ეს ინფორმაცია თუ კონკრეტულად სახელებით ვის შეხვდა, მაგრამ ის რა გავლენა მოახდინა და ის ასე ვთქვათ ნაციონალური მოძრაობის წევრები, ვინც საჯაროდ შემდგომ დაუპირისპირდნენ ამ პროცესს, ამ სახელებამდე მივალ აუცილებლად, უბრალოდ გავყვეთ ამ პროცესს, რომ ასე ვთქვათ არ დაიკარგოს მნიშვნელოვანი, რომ მიუხედავად რბილი კრიტიკისა, რომელიც ასე ვთქვათ ამ პერიოდში ამ განცხადების საპირისპიროდ ასე ვთქვათ გამოითქვა ხელისუფლების მხრიდან, ის ჩამოვიდა და კიდევ ერთხელ გააცხადა, რომ თქვენ მიიღებთ უვიზო მიმოსვლას, მაგრამ ეს პროცესი გადაიდება. ვციტირებ მის ნათქვამს. ესე იგი, რბილი კრიტიკა რო ვახსენეთ ჯერ ამ საკითხთან დაკავშირებით, მინდა რომ კონტექსტი გაგიზიაროთ და განვმარტო რა იგულისხმება. ანუ ეს არის პერიოდი, როდესაც ასე ვთქვათ, სასტორის სპინაზე დევს ჩვენი ხალხისთვის უვიზო მიმოსვლის უზრუნველყოფა ევროკავშირში. ანუ გადაწყვეტილების ერთ-ერთი ნაწილი, როგორც კი კომისიის გადაწყვეტილების მიღმა გადის ევროპარლამენტს, ანუ პოლიტიკოსებზე. და ჩანს, რომ ამ დროს ამ განცხადების უკან დგას მათი პარტნიორი პარტიის მხარდაჭერის სურვილი, რომ ეს ძალისხმევა, რომელიც მთავრობას ჰქონდა, არ გადაითარგმნოს შედეგში და ეს არ აისახოს, ასე ვთქვათ, მმართველი პარტიის გაძლიერებაში. ამ დროს, ასე ვთქვათ, ხდება ის, რომ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ უვიზო მიმოსვლის უზრუნველყოფა, ასე ვთქვათ, უკავშირდება გარკვეულ პირობებს. ჩვენ კრიტიკის ნაწილში მოგვიწია დანის პირზე გავლა. იმიტომ რომ ერთის მხრივ თან ამ განცხადებას ასე ვთქვათ ვაკრიტიკებდით, მაგრამ მეორეს მხრივ არ უნდა დაგვეზიანებინა ურთიერთობა ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს სახალხო პარტიასთან. რადგანაც ეს მერე აისახებოდა მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის პერსპექტივაში. ანუ პოლიტიკური ფაქტორი ამოქმედდა და ამ ვიზიტიდან ორ კვირაში იგეგმება ძალიან მნიშვნელოვანი ასოცირების კომიტეტის შეხვედრა. და აი აქ უკვე საჯაროდ ჩნდება მათ შორის ნაციონალური მოძრაობის წევრების
განცხადებები და გადაწყვეტილებები ამ პროცესის საწინააღმდეგოდ. მაგრამ სანამ ამაზე გადავალ, უბრალოდ უნდა აღინიშნოს, რომ აი სახალხო პარტიის, ევროპის სახალხო პარტიის, ასე ვთქვათ, განცხადებებიდან იკვეთება, რომ თუ საქართველოს მიიღებდა უვიზო რეჟიმს არჩევნებამდე, ეს რომ განამტკიცებდა მმართველ პარტიას და მის ავტორიტეტს, ეს იყო მთავარი წინააღმდეგობა ამ პროცესისათვის, რომ არ მისულიყო ეს არჩევნებამდე. ანუ ოცნებასთან, როგორც არჩეულ ხელისუფლებასთან დაპირისპირებაში ინსტრუმენტად იქნა გამოყენებული ქვეყნის და მოსახლეობის გეოსტრატეგიული მისწრაფებები. რაც შეეხება, ახლა გადავდივართ უკვე 14 აპრილზე, ეს არის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა. ანუ როგორც ვთქვით, ასოცირების საბჭოზე მთავრობა და ევროკომისია ხვდება ერთმანეთს. ასოცირების საპარლამენტო კომიტეტზე ერთმანეთს ხვდება ერთის მხრივ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობა, სადაც არიან როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიის წევრები და მეორეს მხრივ ევროპარლამენტარები ყველა პარტიიდან. ანუ იმართება 14 აპრილს შეხვედრა, სადაც ბოდიში რომელი წელია რომ დააზუსტოთ? 2016 წლის 14 აპრილს. ანუ დეკემბერში, 15 წლის დეკემბერს ევროკომისიამ უკვე თქვა, რომ პირობები აღარ არსებობს იმისთვის, რომ საქართველოს ეთქვას უარი უვიზო მიმოსვლაზე. ამის შემდგომ საპარლამენტო განზომილებამაც უნდა მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილება და ეს საბოლოო ჯამში გადავიდეს ევროპის საბჭოსთან, რომელიც ასე ვთქვათ, ბეჭედს დაასვამს ამ გადაწყვეტილებას. და ეხლა გადავდივართ უკვე საპარლამენტო განზომილებაში ამ პროცესის და ქალბატონ თიას ემახსოვრება, იმიტომ რომ იქ მომხსენებლებად ვიყავით იუსტიციის მინისტრი, იყო საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და რეინტეგრაციის და ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრები ვიყავით. სადაც ეს პროგრესი გავაცანეთ, განიხილეს ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება და ამის შემდგომ გაიმართა დისკუსია, დებატები და მიიღება გადაწყვეტილება, რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიიღოს უვიზო მიმოსვლა ევროპასთან და ამ რეკომენდაციას ამ დებატების დროს კენჭისყრისას მხარი არ დაუჭირა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა. აქ წარმოდგენილი იყვნენ ორი წევრით, გიორგი კანდელაკი და ტარიელ ლონდარიძე, ასევე არ დაუჭირა მხარი ევროპის სახალხო პარტიის რამდენიმე წევრმა, სარიუშ ვოლსკი მახსოვს ნამდვილად, ალდეს რამდენიმე წევრმა. ანუ ის, რაც 2015 წლის ნოემბერში პირად შეხვედრებში დააფიქსირეს ევროკომისიის თუ ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები სხვადასხვა, ასე ვთქვათ, შეხვედრების დროს ამას ლობირებდნენ, ეს უკვე საჯაროდ გადაწყვეტილების დონეზე არ დაუჭირა მხარი ამას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ამ დროს გარდა მათი გარდა ანუ ბატონო დავით, კაფიოდ რო თქვა, მათ არ დაუჭირეს ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლას, რომ ქართველმა ხალხმა უპირობო მიღებას ხარი არ დაუჭირა ნაციონალურმა მოძრაობამ და კონკრეტულად ნაციონალური მოძრაობა თქვენ ამბობთ, რომ წარმოდგენილი იყო იმ პერიოდში გიორგი კანდელაკით და ტარიელ ლონდარიძით. ასე გავიგეთ? მადლობა. ესე იგი, მათი მხრიდან ამ შეხვედრისას გაჟღერდა გარკვეული წინაპირობები. კერძოდ, ევროპის სახალხო პარტიამ დაასახელა, რომ მათ ინტერესში იყო, რომ ეს გადაწყვეტილება გადადებულიყო არჩევნების შემდგომ, ხოლო ნაციონალური მოძრაობის წევრების მიერ გაჟღერდა რამდენიმე წინაპირობა, რომელიც ცვლილების სახით სურდათ, რომ ამ რეკომენდაციაში შესულიყო როგორც წინაპირობა, ეს იყო ერთი რუსთავიორის საქმე, ანუ კანონიერ მფლობელის მიერ რუსთავიორის საკუთრებაზე უფლებისთვის სასამართლო ბრძოლა, რომ შეწყვეტილიყო. ანუ როგორც მერე საქართველოს სასამართლოებში და სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგინდა ნაძარცვის ძარცველის ხელში დატოვება, უნდათ რომ ყოფილიყო წინაპირობა უვიზო რეჟიმის მიღებისთვის საქართველოს მოსახლეობისთვის და მეორე ეს იყო საკითხის გადადება
არჩევნების შემდგომ. ანუ საქართველოს მოსახლეობის გეოსტრატეგიული არჩევანის შეფერხება მაშინაც იყო ოცნებაზე ზემოქმედების იარაღი, ანუ მართლ გუნდზე და მართლ გუნდთან ბრძოლაში, შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში აზიანებდნენ სახელმწიფო ინტერესებს. საბოლოო ჯამში ბატონო დავით, სწორედ გავიგეთ, ანუ ნახეთ, ჩვენ როგორც ვიგებთ ამას, ეს სინამდვილეში, ეს კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, ფარისევლების კოხორდა, აი ამ სიტუაციას, რომ ქართველმა ხალხმა, საქართველოს მოქალაქემ, საქართველოს პასპორტით გადაკვეთოს ევროპის საზღვარი, ყოველგვარი დათქმების და ყოველგვარი დაბრკოლების და ვიზის და ასე შემდეგ გარეშე ნაციონალური მოძრაობა იძახდა, რომ ეს ჩემთვის არ არის პრიორიტეტი, ეს არ უნდა მოხდეს, ეს ინსტრუმენტად უნდა ვაქციოთ, მე მაშინ დავუჭერ მხარს, თუ ეს ინსტრუმენტი იქნება ჩემს ხელში, მორგებული იქნება ჩემს პოლიტიკურ ინტერესებზე, ის რომ თქვენ ნაძარს ვიტყვით, მაგრამ როგორც იურისტი ვიტყვი, რომ ეს უფრო ყაჩაღობა არის, იმიტომ რომ ამასთან ერთად ისეთ ქმედებით განხორციელდა, რომ აი ამას დღისით მზისით იძახდნენ, ანუ ყაჩაღს დაუტოვოთ ნაყაჩაღარი ინსტრუმენტი, რომელიც ტელევიზიის სახით იქნებოდა, რომ პროპაგანდა გაავრცელებინათ და მეორე არჩევნებთან დაკავშირებით ქონოდათ ბერკეტი. ის კი არ აინტერესებდათ, რომ ქართველ ხალხს ევლოთ, უვიზოთ, არამედ ინსტრუმენტი ყოფილიყო მათთვის. ასე არის, ხომ ასეა? თუ როგორმე სხვა რამე ხო არ არის აქ და ჩვენ სხვანაირი აღქმა დაგვრჩა თქვენი განცხადებიდან, ბატონ დავით. არა, ზუსტად ასეა. დიდი მადლობა. ანუ უვიზო მიმოსვლის მისაღებად მოითხოვეს წინაპირობები, რაც უკავშირდებოდა რუსთავიორის საკითხს, უკავშირდებოდა არჩევნებამდე გადატანას და ამის არ გათვალისწინების შესაბამისად, ანუ უპირობოდ დროულად უვიზო მიმოსვლის მიღებისთვის რეკომენდაციას არ დაუჭირეს ამის გამო მხარი, რომ ეს არ იყო გათვალისწინებული. ამის შემდგომ გავაგრძელო, როგორც თუ სხვა კითხვა არ არის. დიახ, გააგრძელეთ ბატონო და აღარ შეგაწყვეტინებთ. დავასრულებ, არ არის პრობლემა, ამ ნაწილს დავასრულებ, რომ ესე იგი მიუხედავად ამ ცდილობისა გადაწყვეტილება უბრალო უმრავლესობით მაინც იქნა მიღებული, რომ და დაუჭირა, ასე ვთქვათ, ასოცირების კომიტეტმა მხარი რეკომენდაციას, რომ უვიზო მოსვლა ყოველგვარი პირობის გარეშე ყოფილიყო უზრუნველყოფილი საქართველოს მოქალაქეებისთვის. დიდი მადლობა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს მთავრობიდან თქვენ გიდასტურებთ, რომ ასე იყო, მე და თქვენ ვიყავით დელეგაციაში, ასევე იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. მთავრობიდან მე არ მახსოვს თუ იყო კიდე ვინმე სხვა, მგონი ჩვენ სამნი ვიყავით. ხოლო პარლამენტიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა ბატონი ზვიად კვაჭანტირაძე, რომელიც თანათავმჯდომარეობდა თავის ევროპელ კოლეგასთან ერთად იმ უმნიშვნელოვანეს ხდომას და დღევანდელი მოწვევის პარლამენტიდან, ვინც მაშინდელ დელეგაციაში იყო და უვიზო მიმოსვლის ბედი სადაც წყდებოდა იმ კომიტეტზე, ბრძანდებოდნენ ბატონი პაატა კუჟინაძე და ბატონი გელა სამხარაული, თუმცა იქ იყო ქალბატონი გუგული მაღრაძეც და სხვა დეპუტატები. სხვათა შორის ოპოზიციური ფლანგიდან მარტო ოფიციალურად დელეგაციის წევრები გიორგი კანდელაკი და ტარიელ ლონდარიძე იყვნენ, ხო სწორად მახსოვს, ვინც კენჭისყრაზე წინააღმდეგ მიცახმა, მაგრამ იყვნენ სხვა ოპოზიციონერებიც მგონი და თქვენ როგორ გახსოვთ? თუ მხოლოდ ეს ორი იყო? მე ეს ორი მახსოვს, ვინც წინააღმდეგ მისახმა. კი. ეს ნამდვილად ასე იყო, ამ ორმა მიცახმა კენჭისყრის დროს, რასაც გახსოვთ, რომ ვერც ვიჯერებდით, რომ ქვეყნის წინააღმდეგ დემარში გააკეთეს. იყო ბატონი ლევან ბერძენიშვილი, რომელიც ყველაფერი უნდა ითქვას ისე როგორც იყო, პირიქით მხარს უჭერდა იმას, რომ ეს დაბრკოლებები ყოფილიყო გადალახული. აი ეს ორი ადამიანი, როგორც ჩანს, რაღაცა სხვა თავისი
ვიწრო პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე დაუპირისპირდა სახელმწიფოს. ბატონო დავით, გააგრძელეთ და შემდეგ დავსვამთ კითხვებს. კეთილი, მაშინ ამის შემდეგ უკვე 2016 წლის ბოლოსკენ მიდივარ და აი ეს არის პერიოდი, როცა დავნიშნე ამერიკაში ელთან და შესაბამისად ასე ვთქვათ ისევ დიპლომატიას დაუბრუნდი და ამ თვალსაზრისით და ამ კუთხით ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებდი. კიდევ ისევ კონტექსტით დავიწყებ, დავინიშნე 2016 ბოლოში 24 დეკემბერს ჩავედი დაახლოებით თუ სწორად მახსოვს ვაშინგტონში და შეგახსენებთ პერიოდს, რომ 2016 წლის ნოემბრის თვეში ამერიკელმა ხალხმა პრეზიდენტად აირჩია დონალდ ტრამპი. არა ბიუროკრატი, აბსოლუტურად ახალი, ასე ვთქვათ, აზროვნების არანომენკლატურული პოლიტიკოსი და ჩვენს მიზანს, საელჩოს მიზანს ცხადია ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნების შემდგომ მოსული ახალ ხელისუფლების პირობებში ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება წარმოადგენდა. ასევე შეგახსენებთ, რომ დღეს შეიძლება საკმაოდ ცხადია და უკვე კარგად ვიცნობთ როგორც პოლიტიკოს და როგორც გუნდს პრეზიდენტ ტრამპს და მის გუნდს, მაგრამ იმ პერიოდში ყველაზე ხშირად თუ კვლევარებში თუ ექსპერტთა წრეებში გაიგონებდით სიტყვას არაპროგნოზირებაც, იმიტომ რომ ძალიან ძნელი იყო იმის გაცვლა თუ როგორი იქნებოდა ეს პოლიტიკა. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ ამ დროს ერთიანი მტკიცე პოზიციონირება გქონოდა ვაშინგტონში, იმიტომ რომ ძალიან არაპროგნოზირებადი იყო დრო და პირობები. ასე ვთქვათ, დაიწყო იმით, რომ რამდენიმე თვეში ვიცე-პრეზიდენტი ჩამოვიდა საქართველოში და მტკიცე გზავნილები, ასე ვთქვათ, მხარდაჭერის ჩამოიტანა და როცა მთელი სახელმწიფო აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს საელჩო ცხადია მუშაობდით ამ ურთიერთობების გამტკიცებაზე, პოლიტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ცხადია სტრატეგიულ პარტნიორზეა საუბარი, ამერიკულ ბაზარზე, ასე ვთქვათ, ჩვენი ექსპორტის გაძლიერებაზე, თუ ტარიფის მაშინაც 25%-იანი ტარიფი იყო ქართულ ფოლადზე და ლითონის პროდუქციაზე და იმის შემცირებაზე და ასე ვთქვათ, ბევრი თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივები და ასე შემდეგ. ამ დროს რაზეც ჩვენი ძალისხმევა იხარჯებოდა, ამ დროს ასევე ჩვენი რესურსის, დროის, ძალისხმევის ნაწილი ეთმობოდა პოლიტიკურ ელიტებში, ამერიკის პოლიტიკურ ელიტებში შექმნილი არასწორი აღქმების განეიტრალებას, დეზინფორმაციასთან ბრძოლას და სწორი და ობიექტური წარმოდგენის შექმნას და ამის მიტანას, იმიტომ რომ წლიდან წლამდე, ასე ვთქვათ, სხვადასხვა საშუალებებით მას გარდა შეხვედრებისა, ასე ვთქვათ, განსაკუთრებით მინდა გამოვყო ლობისტური საქმიანობებით, ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენლებს მიქონდათ რადიკალურად განსხვავებული პოზიციები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ჩვენ ამასთან დაპირისპირება გვიწევდა. მინდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად რასთანაც მიწევდა, ასე ვთქვათ, შეხება იყო აღქმები, ანუ ერთის მხრივ მიგქონდა ფაქტები იმასთან დაკავშირებით, რომ ასე ვთქვათ, ნებისმიერი საერთაშორისო კვლევებით საქართველოს დემოკრატიული განვითარების ტრაექტორიის, ასე ვთქვათ, საკუთრების უფლების, ადამიანის უფლებების, ზოგადად მართლმსაჯულების სისტემის და ასე შემდეგ კორუფციასთან ბრძოლის პროგრესს ვაჩვენებდით როგორც ფაქტს. და მეორეს მხრივ გვხვდებოდა იქიდან აღქმები, რომ აი მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს აღქმები ცოტა განსხვავებულია და ეს აღქმები რით იყალიბდებოდა, ამაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ეს ძირითადად ამ შემთხვევაში მუშაობდა ლობიზმი, ლობისტური კომპანიები და კონტრაქტები, რომელიც არაერთი იყო, რაც ემსახურებოდა პირდაპირ დეზინფორმაციას და საქართველოს შესახებ არასწორი ინფორმაციის მიტანას. დაახლოებით იმ 4 წლის განმავლობაში, ასე ვთქვათ, 4-5 წლის განმავლობაში, რაც მე იქ მომიწია მუშაობა, არაერთი 5-6 სხვადასხვა კონტრაქტი იყო, რომელიც ჰქონდა გაფორმებული ერთიან ნაციონალურ მოძრაობას სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმით და ერთ-ერთ გამოყოფ როგორც ასე ვთქვათ, სამაგალითოს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი, ეს საბუთები, ეს დოკუმენტები
სწორედ ფარას კანონის წყალობით ხელმისაწვდომია, ღიაა და ნებისმიერ შეუძლია, ასე ვთქვათ, გაეცნოს მათ და ასე ვთქვათ, ნახოს რამდენად ართულებდა ის, რასაც ასე ვთქვათ, ნაციონალური მოძრაობა იმ პერიოდში აკეთებდა ლობიზმის საშუალებით საელჩოს და სახელმწიფოს ფუნქციონირებას. ერთ-ერთი ესეთი გამორჩეული კონტრაქტი ამ თვალსაზრისით ალბათ იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთის მხრივ და ლობისტური კომპანია Orion Strategies კონტრაქტი. გარკვეულწილად შეიძლება გახსოვდეთ, საკმაოდ დიდი უხერხულობა შეიქმნა მაშინ, იმიტომ რომ ამ კონტრაქტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ხელმომწერად მითითებული იყო ბათუ კუთელია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, რომელიც იყო ამერიკის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი და ის იყო მითითებული ხელმომწერად. და ამის მერე ამ უხერხულობის გამო ატლანტიკურმა საბჭომაც ბოდიში მოიხადა და ასე შემდეგ, მაგრამ შინაარსოდ დაუბრუნდნენ. ანუ თავად ფარას საიტზე ატვირთულ მასალებში პირდაპირ ჩანს თარიღები, შეხვედრები და რაც თავარია საკითხები, რაზეც ასე ვთქვათ, მიდიოდა გამზადებული ნარატივის მიტანა ამერიკელი პოლიტიკოსებისათვის. რატომ ვამბობ გამზადებულს? იმიტომ რომ პირდაპირ განსახილველ საკითხებში ან ინფორმაციის გაცვლის საკითხებში პირდაპირ მითითებული იყო, რომ ეს არის პრორუსული სახელმწიფოს შესახებ, ანტიამერიკული სახელმწიფოს შესახებ, ანტიდემოკრატიული ხელისუფლების შესახებ და ასე შემდეგ. ანუ ამას დისკუსიის, განხილვის ან ჭობის ფორმაც კი არ ქონდა გამზადებული იმ ურთიერთობებიდან, რომელიც ამ კონკრეტულ კომპანიას და მის წარმომადგენლებს, მაშინ მაიკ მიჩელი და რენდი შონემანი, საკმაოდ გავლენიანი ლობისტები ყავდა ამ კომპანიას და მათი ტრადიციული ურთიერთობების გათვალისწინებით 2020 წლის ივლისი, აგვისტო, სექტემბერი გადატვირთული იყო შეხვედრებით საგარეო კომიტეტში, აპროპრიაციის კომიტეტში, საფინანსო კომიტეტში, ჰელსინკის კომიტეტში, სადაც მიდიოდა ასე ვთქვათ, საარჩევნო გარემოს, მედია გარემოს შესახებ, დემოკრატიული განვითარების შესახებ, ასე ვთქვათ, ეს ინფორმაცია, რომელსაც შესაბამისად უწევდა საქართველოს საელჩოს და დარწმუნებული ვარ ის სხვა, ასე ვთქვათ, დიპლომატიურ წარმომადგენლობებშიც არ იყო იგივე უბრალოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე ალბათ ცხადად ჩანდა ეს ყველაფერი, უწევდა ამ დეზინფორმაციასთან, გვიწევდა ამ დეზინფორმაციასთან ბრძოლა, ამის გაქარწყლება და ასე ვთქვათ, ამ პერიოდში საბოლოო ჯამში ამ 4 წელმა უმტკივნეულოდ ჩაიარა იმ თვალსაზრისით, რომ მაღალი დონის შეხვედრები იქნა უზრუნველყოფილი საქართველოში იყვნენ სახელმწიფო მდივანი, თავდაცვის მდივანი, უშუალო საბჭოს მდივანი, ვიცე-პრეზიდენტი ვახსენე და პირადად ჰქონდა შესაძლებლობა, რომ გაცნობოდნენ, ასე ვთქვათ, და დაენახათ ის მისწრაფებები, რომელიც ამ ორმხრივ ურთიერთობის გაღრმავებისთვის ჰქონდა და აქვს საქართველოს ხელისუფლებას. აქ გავჩერდები და კიდევ კითხვები თუ იქნება გარკვეულად ამ საკითხებთან დაკავშირებით მოხარული ვარ რომ გიპასუხოთ, თუმცა ეს ლობიზმს რაც შეეხება ამ თვალსაზრისით ყველა დოკუმენტაცია ღია და ხელმისაწვდომია ის სამუშაო რაც ამ პერიოდში განხორციელდა. კითხვები არის უკვე რიგიც არის კითხვებზე. მე ერთი თხოვნა მექნება ბატონო დავით. რაც შეეხება ასოცირების კომიტეტის ხდომას ბრიუსელში. ჩვენ ახლა ჩავხედეთ იმდროინდელ ფოტოებს, ოფიციალურ ფოტოებს, იქ არის მთავრობიდან ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, რაც აუცილებელი იყო, მაშინ თქვენ გახსოვთ, რომ მთავრობის სხვადასხვა მინისტრს დაუწყებას ბლოკებად ჰქონდა გადანაწილებული და თითოეული ჩვენგანი სხვადასხვა ბლოკზე აგებდა პასუხს, ეს იყო იუსტიციის სამინისტრო, საგარეო, როგორც ასე ვთქვათ, დიდი ქოლგა და კოორდინატორი, თქვენი აპარატი და ასევე ეკონომიკის სამინისტრო. ამიტომ სრული 4 სამინისტრო შემადგენლობით ჩანს ამ ფოტოზე, რომ იყო წარმოდგენილი ასევე ბატონი ზურა ტყემალაძე და სხვა დეპუტატები. ამ სიაში ჩვენ სრულად ჩავწერთ დასკვნაში, იმიტომ რომ მომავალი თაობის ვალდებულება და უფლება იცოდეს, რომ მათი უკეთესი
მომავლისთვის, კეთილდღეობისთვის ვინ იბრძოდა და ვინ აძლევდა ხმას წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე მაქვს ასევე თხოვნა, თუ თქვენც გაქვთ შემონახული, იმდროინდელი გნებავთ ფოტო თუ სხვა მასალა, იქნებ მომდევნო დღეებში ამ სხდომასთან დაკავშირებული ყველაფერი, რაც გექნებათ და ჩათვლით საჭიროთ, მოაწოდოთ კომისიას. ახლა ბატონი ირაკლი და შემდეგ ბატონი თენგიზი, ბატონი გურამი, ბატონი სოზარი დასვამენ კითხვებს. მოგესალმებით ბატონ დავით. ჩვენთვის თითქოს ცნობილია, ვინც პოლიტიკასთან მეტნაკლებად ახლოს ვართ, ან ჩართულები ვართ, მაგრამ საზოგადოებისთვის რო უფრო ნათელი იყოს. ლობისტური კომპანია, რომელიც მუშაობს თქვათ კონკრეტში, სხვადასხვა კონგრესმენებთან, სხვადასხვა კონგრესის კომიტეტებთან. შემდგომში, როდესაც ხდება ინფორმაციის მიტანა და თქვენ ამბობთ, რომ არის ფაქტი, მაგრამ ფაქტზე იმარჯვებს აღქმა. აი ეს თემა როგორ არის, რომ აუხსნათ შეძლების დაგვარად მოსახლეობას, იმიტომ მოსახლეობა გვისმენს. ანუ სინამდვილეში შეიძლება ვთქვათ, რომ არის კატეგორია პოლიტიკოსებისა, რომლებსაც რაღაცა სხვა მიზანი აქვს, ამიტომ ფაქტი მათ შეუძლიათ ცოტა გვერდზე გადადონ და ისეთი აღქმა დაამკვიდრონ, რა აღქმაც მათ პოლიტიკურ ინტერესებში შედის. ანუ მარტო ისე ხო არ არის ერთი მხარე უბნება და მეორე მხარის მიწოდებული ინფორმაციის წაკითხვა და გაანალიზება არ შეუძლია. მით უმეტეს რომ საქართველოსთან დაკავშირებით მაშინაც და დღესაც ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევით თუ სარეიტინგო კომპანიები დებენ ობიექტურ ინფორმაციას, მაგრამ პოლიტიკური განცხადებები აბსოლუტურად განსხვავებულ აღქმებს ასე ვთქვათ ემყარება. დღეს ხალხი ამას საქართველოში ხედავს და აი თქვენი მხრიდან ამის განმარტება ალბათ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება. მადლობა. კითხვებს მოусმინო ქალბატონთია და უპასუხო ერთად. არა, ჯობს რომ უპასუხოთ ჩემი აზრით და შემდეგ ბატონი თენგიზი დასვამს. კეთილი. ვიცით როგორ არის, აი იმიტომ გამოვყავი და სახელობითად იმიტომ დავასახელე ასე ვთქვათ ის პირები, რომლებსაც ეს რენდი შონემანს და მაიკ მიჩელს თავიანთი გამოცდილებიდან გამომდინარე და ისტორიიდან გამომდინარე, საკმაოდ ტრადიციულად ჩამოყალიბებული მტკიცე ძლიერი ურთიერთობები ჰქონდათ, რომელიც განაპირობებს იმ საწყის ასე ვთქვათ არასამართლიან პოზიციონირებას, რის შემდეგაც ჩვენ თანაბარ სათამაშო პირობებში აღარ აღმოჩნდებით. ანუ ჩვენთვის ძალიან დიდი აღმართია მე ასავლელი, რომელიც ავლადია რასაკვირველია, მაგრამ ამაში სახელმწიფოს ის ძალისხმევა და ის ენერგია და რესურსი იხარჯება, რომელიც თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებს, ასე ვთქვათ, პირდაპირ ფრენებს და ბევრ სხვა საკითხს უნდა მოხმარდეს. მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ეს ამბის მიტანის ნარატივის დამკვიდრების დეзинფორმაციის გავრცელების გზები და საშუალებები არსებობს, მე ამ ტრადიციული დიპლომატიური მეთოდებით ამასთან მუშაობა საკმაოდ დიდი ასე ვთქვათ ძალისხმევა იდება. ამაში თუმცა რასაკვირველია საბოლოო ჯამში, როგორც გითხარით, აი იმ გზებით, როგორც ვთქვათ, მაღალი დონის ვიზიტებია და ასე შემდეგ, გარკვეულწილად შეიძლება გაქარწყლდეს. მაგრამ ძალიან ეს ერთის მხრივ ფინანსურად ნაყიდი მომსახურება უზრუნველყოფს ძალიან დიდ არასამართლიანად ძლიერ პოზიციებს, რომელთან მე მუშაობაშიც იხარჯება უკვე სახელმწიფოს, ანუ მოსახლეობის ძალისხმევა და ენერგია, რომ ეს დეзинფორმაცია გაქარწყლდეს. მადლობა ბატონი თენგიზი, შემდეგ ბატონი გურამი. მოგესალმებით ბატონო დავით, უპირველეს ყოვლისა მადლობას გიხდით მთელი იმ საქმიანობისათვის, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის გაწიეთ, როგორც სახელმწიფო მინისტრმა და შემდგომში როგორც ელჩმა და ახლაც როგორც წარმომადგენელმა გაეროში. აუცილებლად მინდა ეს გითხოთ, იმიტომ რომ ჩვენ ახლა მე კარგად მესმის საქმე გვაქვს არა ვინმე რიგით ექსპერტთან, რომელიც გარედან აგვირდება მოვლენებს, არამედ ადამიანთან, რომელიც თვითონ შიგნით რეალებდა ამ ყველაფერში და ზედვიწევნით კარგად იცის ეს ყველაფერი. ესე იგი, ჯერ კიდევ ევროინტეგრაციის გზაზე, როდესაც საუბრობდით,
ნაციონალური მოძრაობა აკეთებდა ყველაფერს იმისათვის, რომ ეს ვიზარები ლიბერალიზაციის საკითხები მოგვიანებით ყოფილიყო, ან საერთოდ არ ყოფილიყო, თუ ეს შესაძლებელი იქნებოდა მათთვის ამ ხელისუფლების პირობებში. შემდგომში, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობების განვითარებაზე იყო ლაპარაკი, ამასაც ხელს უშლიდა უკვე მეორე მიმართულებით ოკეანის გაღმა, რათა ეს სტრატეგიული მიმართულებები ამერიკის შეერთებულ შტატებთან არ გამტკიცებულიყო. ორივე ეს საკითხი და თან ამაში ფულს იხდიდა ლობისტებში, რომ ეს საქმე გაეკეთებინა. ერთადერთი ქვეყანა, ვისაც შეიძლება თეორიულად ეს აწყობდეს, რომ არც ევროკავშირთან კონდეს ასეთი პირდაპირი კავშირები და გაღრმავებული კავშირები, არც ჩვენი მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ და მით უმეტეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან არ კონდეს ანალოგიური ურთიერთობები და სტრატეგიული ურთიერთობები, ერთ-ერთი შეიძლება ყოფილიყო ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი. და მაშინ, როდესაც ფაქტიურად ერთი მიმართულებით მუშაობის დროსაც და მეორე მიმართულებით მუშაობის დროს ეს ადამიანები იმათ საქმეს აკეთებდნენ, პირდაპირ თუ ირიბად და მე ხთით საკეთი შვედნენ, რომ პროგრესის ხელისუფლება გვაქვსო. აი ეს ყველაფერი, აი ამ საქმიანობის თვალსაზრისით, აი ამ მიმართულების თვალსაზრისით, თქვენი გამოცდილებიდან, თქვენი ინფორმაციიდან გამომდინარე, ამას ყველაფერს აი ამ კონტექსტში როგორ დაახასიათებდით, ამას დასკვნისთვისაც ექნება მნიშვნელობა თქვენეულ ხედვას ამ მიმართულებით. მადლობთ. მადლობა, მოგესალმებით ასევე ბატონ თენგის. რასაკვირველია, ზუსტად ამაზეა საუბარი, რომ როდესაც პოლიტიკური ოპონირება უკვე იღებს სახელმწიფოსთან და მოსახლეობასთან დაპირისპირების ფორმებს, ეს უკვე აღარ არის პოლიტიკური ოპონირება, ეს აღარ არის ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი და ამის მაგალითებია ყველაფერი ის, რაზეც ვისაუბრებ. პირველ რიგში, როდესაც მოსახლეობა ზარალდება იმ ბრძოლის გამო, რასაც ახორციელებ და გინდა რომ ეს ოპონირებაში გამოიხატოს. როდესაც მეორეს მხრივ, ამიტომ მინდოდა ხაზი გამესვა იმისთვის, რომ გარკვეულწილად ზოგჯერ ჩვენი ევროპელი პარტნიორების უსამართლო პოზიციის კრიტიკისას ძალიან რბილები ვიყავით, იმიტომ რომ სწორედ ოპონირებას თვის არ გადაგვეყოლებინა ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რასაც უვიზო მოსვლა ერქვა. ანუ ამ დროს ძალიან დიპლომატიურად და ფილიგრანულად ამ პროცესის წარმართვა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ზუსტად ის ხალხი, რომლებიც ამ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, მათგან თუ ჩვენ შევხვდებოდით უსამართლო დამოკიდებულებას, ამაზე მითითება ძალიან ფრთხილი უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება პოლიტიკურად და მაშინ მე ასე ვთქვათ, პოლიტიკური თავმჯდომარეობა მეკავა, პოლიტიკურად დამაზიანებელი ყოფილიყო, მიუხედავად ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე ეს პროცესი ძალიან ფრთხილად წაგვეყვანა. აქ ჩანს განსხვავება, რას ნიშნავს ოპონირება, ისე რომ სახელმწიფო ინტერესები არ დაზიანდეს და მეორეს მხრივ, ასე ვთქვათ, რიგი მაგალითებისა, რომელიც მე ჩამოვთვალე, მიუთითებს ამის აბსოლუტურად საპირისპიროზე. მადლობა, ბატონი გურამი. მოგესალმებით, ბატონ დავით. კითხვას სანამ დავსვამ, მანამდე მინდა ვთქვა, რომ თქვენი ახსნა განმარტებიდან გამომდინარე, კითხვებზე პასუხებიდან გამომდინარე, ასეთი სურათი შეიქმნა. ეს ისედაც ვიცოდით, მაგრამ ამის შემდგომ ესეთი სურათი შეიქმნა, რომ ნაცმოძრაობა და მისი პატრონები უცხოეთში ჯერ ვიზა ლიბერალიზაციის მისაღებ სიკეთეს ცდილობდნენ, რომ ძევლად ჩაეგდოთ ხელში 2014-15 წლებში და შანტაჟის ენით ესაუბრათ საქართველოს ხელისუფლებისთვის. ანუ გულისხმობ ვიზა ლიბერალიზაციის სიკეთეს. და ეხლა საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივმართოთ, ასევე ცდილობენ უკვე მიღებული სიკეთის მძევლად ჩაგდებას ხელში, იგივე ვიზა ლიბერალიზაციის სახით და შანტაჟით ენით ესაუბრონ საქართველოს ხელისუფლებას. ანუ
რეალურად პარალელი არის ის, რომ რას თქვენ ახსენეთ სიტყვა მძარცველი, როდესაც უნდა რომ ადამიანს რაღაცა ან ფული გამოზალოს, ან რაიმე გააკეთებინოს, ან რამეზე უარი ათქმევინოს, აკეთებს ხოლმე იმას, რომ საკუთარ ოჯახის წევრს ძევლად წაიყვანს ხოლმე. და ეუბნება რომ ან ფულს გადაიხდი, ან რაღაც სიკეთეზე უარს იტყვი, თუ არა და გაგინადგურებ ოჯახის წევრს, იმიტომ რომ იცის რომ სენსიტიურია ოჯახის წევრი აი ამ პიროვნებისთვის. და პარალელი ეს დავინახეთ ზუსტად, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას ეუბნებიან რომ ძევლად მაგ ჩაგდებული შენი საზოგადოების სიკეთე ამ შემთხვევაში ვიზა ლიბერალიზაცია ჯერ მიცემის დროს რომ მივცემ თუ არა შენ საზოგადოებას შენთვის ხომ მნიშვნელოვანია ეს. ამიტომ ან რუსთავი ორთან დაკავშირებული საკითხი გააჩერე, მაშინ ეს იყო მოთხოვნა და დღეს კარგად ვიცით რომ ასევე უნდათ რომ უკვე მიღებული სიკეთე ძევლად ჩაიგდონ ხელში, ასაც ქვია ვიზა ლიბერალიზაცია და საქართველოს ხელისუფლებას იგივე შანტაჟით ესაუბრებიან, რომ თუ გინდა რომ ეს სიკეთე შენმა საზოგადოებამ არ დაკარგოს, ამ შემთხვევაში ან გადადექი, ან მეორე ფრონტი გახსენი და ასე შემდგომ. ანუ რეალურად ეს ხალხი ნაციონალური მოძრაობა და მისი პატრონები, თქვენ ასევე ახსენეთ, რომ მისი ერთ-ერთი პატრონი, მათი ერთ-ერთი პატრონი იყო ჩამოსული და ზუსტად ის ხალხი ნახა, მერაბიშვილი ახსენეთ, უგულავა, ვინც იყო შემქმნელი სააკაშვილთან ერთად აი ამ ნაციონალური მოძრაობის. ანუ რეალურად პოლიტიკურ ენაზეც ვეღარ იტყვი ამას, ახლა მძარცველი, იგივე დაყაჩაღება, რაც ბატონმა ალუდამ თქვა, ოღონდ ეს უკვე არის ქართული საზოგადოების სიკეთის მძევლად ჩაგდება. ანუ ხალხს და ახალგაზრდებს რო აუხსნა და არა მარტო ახალგაზრდებს, საზოგადოებას დღეს რო ვაჭრობენ, უნდათ რო ივაჭრონ აი ამ ვიზა ლიბერალიზაციის ვითომ შეჩერება არ შეჩერების გზით, აი ეს თქვენი ახსნა განმარტება უკვე კიდევ მორიგჯერზე ფარდას ხსნის ამას და კიდევ მორიგჯერზე თქვენ ამ ახსნა განმარტებით დაადასტურეთ, რომ დღეს უნდათ რომ საქართველოს ხელისუფლებას ევაჭრონ იმით, რომ ეს სიკეთე რაც არ ქართულ საზოგადოებას წაგართმევ, თუ შენ მეორე ფრონტს არ გახსნი, ან არ ჩაანაცვლებ აქ ნაცმოძრაობას. აი ეს სურათი შეიქმნა. კი ბატონო. და კითხვა კითხვა ის მაქვს, რომ ეს სურათი დავინახეთ და იმედია ალბათ დამეთანხმებით ამაში ან არ დამეთანხმებით და მეორე ბარემ ვიტყვი აქვე, რომ თქვენ კონკრეტული გვარები ახსენეთ იმ ადამიანების ლონდარიძე და კანდელაკი და ხო არ იყო თქვენ მათ შორის იყავით შეერთებულ შტატებში ჩვენი წარმომადგენელი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში კიდევ სხვა პირები ასევე რომლებიც მათ შორის საჯაროდ ეს ხალხი არ ერიდება სხვათა შორის, ესეც მათი ხელწერაა. არ ერიდება ეს ხალხი იმას, რომ საჯაროდ დაფიქსირდეს მათი მოღალატეობრივი პოზიცია საქართველოს წინააღმდეგ, ხელსაც აწერენ და ამბობენ კიდევაც, ანუ არ ერიდებათ აქ დიპლომატიური ეტიკეტის დარღვევაც კი აღარ უწევს არავის, რომ მათი გვარები დასახელდეს რა და ხო არ გახსოვთ კიდე სხვა ისეთი გვარები, რომლებიც მათ შორის არა მარტო ბრიუსელში და ევროკავშირის ბიუროკრატიაში, არამედ მათ შორის ვაშინგტონში გამოდიოდა საქართველოს წინააღმდეგ პოზიციით. არასამთავრობოები, ხო, მათ შორის არა მხოლოდ პოლიტიკოსები, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ არასამთავრობოები უკვე არასამთავრობოები აღარ არიან ბოლო პერიოდში, ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, პოლიტიკაში ჩართული მათი წარმომადგენლები არიან ჩვენთან. მოგახსენებთ, ახლა ეს ძალიან ცხადი მაგალითი იყო ამ საქართველოს ევროინტეგრაციის ხელის შეშლის და პირდაპირ ამ რეკომენდაციის წინააღმდეგ ხმის მიცემით. რასაკვირველია კომისიას კიდევ დაუთმობთ დროს ამ საკითხს და მოგაწვდით სხვა ინფორმაციასაც. არასამთავრობო სექტორი ახსენეთ და მინდა რომ ხაზი გაუსვა უბრალოდ რომ არასამთავრობო სექტორი არა მხოლოდ ხელისუფლებისგან, არამედ ზოგადად პოლიტიკური პარტიებისგან დისტანცირებულს გულისხმობს. ამით აღიქმება მათი განცხადებები ევროპაში და ამერიკაში მიუკერძოებლად და ამიტომ უნდა აღიქმებოდეს ობიექტურად და მიუკერძოებლად. თუ ეს ზღვარი გამქრალია, როგორც თქვენ დაახასიათეთ, ამ შემთხვევაში
რასაკვირველია, შეიძლება შენარჩუნებული იყოს ეს წყალებში მიუკერძოებელი პოზიციონირება, თუმცა ძალიან ხშირ შემთხვევაში ჩანს ეს გადაბმა პოლიტიკურ პოზიციებთან. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს პრაქტიკაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითები, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ერთად შევძელით და ძალიან ასე ვთქვათ, მკაფიოდ წარუდგინეთ საქართველოს შესახებ პოზიციები, გავამტკიცეთ საქართველოს როგორც ტოლერანტული მიმღები, ღია მრავალ ასე ვთქვათ ეთნიკური და ღია საზოგადოება და ამ თვალსაზრისით თანამშრომლობის კარგი მაგალითებიც იყო, მაგრამ როგორც კი არასამთავრობო კარგავს აი ამ მიუკერძოებლობის ასე ვთქვათ შინაარს რასაკვირველია იქ ჩანს პოლიტიკური ინტერესები და აღქმები კი მათ მიმართ არის როგორც ობიექტური ასე ვთქვათ საჯულის მიმართ, რაც სამწუხაროდ ჩვენ შემთხვევაში და ჩვენს სექტორის შემთხვევაში ძალიან დიდ შემთხვევაში არ არის სიმართლე. უკაცრავად, ანუ ესეთი მაგალითები პოზიტიური თქვი თქვენ და თუ იყო ესეთი კარგია და ნეგატიური იყო თუ არ იყო, აი სადაც თქვენ არაერთი, ახლა ერთი მაგალითი პირდაპირ ვახსენე, რომ ლობისტურ ასე ვთქვათ კონტრაქტს აწერდა ხელს ნაციონალური მოძრაობის მაგივრად ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, მაგრამ არაერთი შემთხვევა იყო, სადაც დისკუსიის დროს არასამთავრობო ორგანიზაციების 3-4 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის ვიზიტის დროს მიწევდა ძალისხმევა, რომ მათი საჯარო განხილვების დროს მეც მქონოდა იქ ასე ვთქვათ დისკუსიის დროს ადგილი, რომ ის ყველაფერი, რასაც ისინი ისაუბრებდნენ, მე ამეღო სიტყვა და ეს ყველაფერი გამაქართმევინა. ამის არაერთი ასე ვთქვათ შემთხვევა მქონია, აქაც იქ მივდივარ, რომ აი ამაზე შეიძლებოდა ბატონ დავით, მე დარწმუნებული ვარ და რესურსი წასულიყო. დიახ, დარწმუნებული ვარ, რომ ფარაშში მოხდებოდა ეს ხალხიც და აი ქუთელიას გარდა კიდე იყო აი რომ 1-2 რომ თქვათ კიდევ საჯაროდ იქნებოდა დარწმუნებული ვარ ეს კონტრაქტები დადებული და ხო არ გახსენდებოდ კიდე 1 რო თქვათ ან 2 ვინ იყო ეს მე შემიძლია ყველა კონტრაქტი ამოვიღოს სამოქალაქო სექტორს თუ გულისხმობთ მე არ მახსენდება მაგრამ მე ყველას რაც არის შემიძლია წარმოვადგინო იმ პერიოდში როდესაც მე ვიყავ ელჩი და კომისიას მივაწოდო სრული შრომა ბატონო კარგი იქნება კი ბატონო რაც შეეხება შეხვედრები ახსენეთ რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნათქვამის გაბათილება მიწევდაო და ვინ იყვნენ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ხომ არ გახსოვთ ასაკურველია ეს იყო ძირითადად ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც ხშირად ვხედავთ, ეს იყო გამჭვირვალობა, ეს იყო საია, ეს იყო ისფედი, ეს ორგანიზაციები, რომლებიც ძალიან ხშირად ჩამოდიოდნენ სხვადასხვა შემადგენლობით, სხვადასხვა შემადგენლობით. მოდებული იყვნენ რო იტყვიან სალაპარაკო ენას. და ნუ იყო ჩამოდიოდნენ თავიანთი ასე ვთქვათ დღის წესრიგი ჰქონდათ, იყო დისკუსიები და სადაც შესაძლებლობა ჰქონდა ყველგან რა თქმა უნდა იმ ურთიერთობების გათვალისწინებით, რომელიც ჰქონდა იმ ასე ვთქვათ სამეცნიერო კვლევით ცენტრებთან ან სხვა უნივერსიტეტებთან, სადაც ეს განხილვები იმართებოდა, ერთი ადგილი ასე ვთქვათ მეც ჰქონდა გამოყოფილი, სადაც მეცნიერთა შესაძლებლობა რომ მე ამ ყველაფერთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოზიციები გამეჟღერებინა. კი ბატონო. ბატონი სოზარი თუ არ მიწყენს რამდენიმე კითხვას დავსვამ სანამ თქვენ დასვამთ და შემდეგ ბატონი სოზარი და დაგემშვიდობებით. ბატონო გურამ ხომ არ გაგაწყვეტინეთ თქვენ ხო არ გნებთ. ბატონო დავით, აი სამი ის რომ ავიღოთ კატეგორია რთული, ძალიან რთული და უკიდურესად რთული. რომელი ახასიათებს ყველაზე მეტად ამ სამიდან იმ მდგომარეობას, რაშიც თქვენ აღმოჩნდებოდით ხოლმე როგორც საქართველოს ელჩი ვაშინგტონში, როცა გიწევდათ ამ აღქმებთან ბრძოლა და ქართველი ხალხის ინტერესის დაცვა და რეალობის, ფაქტების მიწოდება და იმ აღქმების და ცრუ
ფეიქს რომ ეძახიან ყალბი ინფორმაციების გაბათილება იმისთვის რომ დაგეცვათ სახელმწიფოს ინტერესი. აი ამ საქმიანობას, თქვენ სახელმწიფოებრივ საქმიანობას, მათი მავნებლური ქმედებები ართულებდა, ძალიან ართულებდა თუ უკიდურესად ართულებდა, ეს მაინტერესებს. აი რა რანგირებაში ვიყავით? უკიდურესად ან კიდევ უფრო მეტად არ ვიცი ამის აღმატებული ფორმა თუ არსებობს. უბრალოდ ამას მართლა მიქონდა ძალიან დიდი რესურსი და დიდი ენერგია. იყო მომენტები, როდესაც უბრალოდ ფიქრობ, რომ აი ძალიან ღიად ხედავ აწოდი სიმართლეს და მაინც რაღაც ასე ვთქვათ კედელს ეჯახები. ამიტომ ძალიან რთული იყო. უკიდურესად რთული შეიძლება ითქვას თუ ამ კატეგორიებით დავახარისხე. კი ბატონო, თქვენ არ გიკვირდეთ ჩვენი კითხვები, ჩვენ პოლიტიკურ ორგანოში ვართ და ამიტომ უფრო მეტი თავისუფლება გვაქვს დასკვნა იქნება ფაქტებზე დაფუძნებული და რა თქმა უნდა იქ იქნება პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასებებიც. აქედან გამომდინარეობს ჩვენი კითხვებიც. ბატონო დავით, კიდევ მაქვს ასეთი კითხვა. თქვენ თქვით ბოდიშის მოხდა მოუწიაო და ეს ახსენეთ მას მერე რაც თქვით რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის სტატუსით ბათუ ქუთელიამ ლობიზმის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელიო და მე კარგად ვერ გავიგე და არც ეს ამბავი არ ვიცი პირველად მესმის ნაციონალური მოძრაობის სახელით არასამთავრობო ორგანიზაციის ვითომ და წარმომადგენელი ბათუ ქუთელი აწელს ხელშეკრულებას ხელს და მე ახსენეთ ბოდიშის მოხდა მოუწია ვიღაცასო და ეს ამბავი რო განგვიმარტოთ, იმიტომ რომ მე არ ვიცი, ალბათ უნდა ვიცოდე, მაგრამ არ ვიცი. მე ხლა ანუ ამ საკითხთან დაკავშირებით მათ შორის განცხადება, მათ შორის თვითონ ხელშეკრულება, მათ შორის ასე ვთქვათ გამოხმაურებები და ატლანტიკური საბჭოს, ანუ ამერიკული ატლანტიკური საბჭოს ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრია, think tank-ია, ასე ვთქვათ. მათი განცხადებები ხელმისაწვდომია და ამას მოგაწვით რასაკვირველია. ანუ გამოქვეყნდა ფარაზე დოკუმენტი, სადაც მითითებულია რომ ერთის ხრივ ეს ორიონ სტრატეჯი, მეორეს ხრივ ნაციონალური მოძრაობა დებენ ხელშეკრულებას და გაწერილია მიზნები და ასე შემდეგ და იქ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ხელმოწერად მითითებულია ბათუ ქუთელია. გარდა იმისა, რომ ის თან ატლანტიკური საბჭო საქართველოს ხელმძღვანელი იყო საქართველოში. ასევე იყო ასე ვთქვათ ატლანტიკური საბჭოს მთავარი ოფისის ვაშინგტონში იმ ოფისის მკვლევარი და გამომდინარე აქედან ძალიან მაღალი იყო αφილაცია, ანუ კავშირი მასსა და ატლანტიკურ საბჭოს შორის, რომელსაც პრეტენზია აქვს და ჰქონდა როგორც ერთ-ერთ მიუკერძოებელ და საკმაოდ ძლიერ არასამთავრობო სამეცნიერო-კვლევით ცენტრზე, მოდი ასე ვთქვათ, think tank-ზე. და ამიტომ მათ ჩათვალეს საჭიროდ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაეკეთებინათ, მოებოდიშებინათ, გაუგებრობისთვის დაებრალებინათ, ზუსტად განცხადებას, რომ პერიფრაზი, ასე ვთქვათ, უხეში არ გამოვიდეს, სრულად მათ განცხადებას მე კომისიას მივაწერე. დიდი მადლობა. ბატონო დავით, მე ძალიან ხშირად ვიყავით რა იუსტიციის სამინისტრო პასუხისმგებელი უვიზო მიმოსვლის ეგრეთ წოდებული roadmap-ის, ანუ საშინაო დავალებები, დაყოფილი იყო ბლოკებად და იუსტიციის სამინისტრო მინიმუმ 2 ბლოკზე 4-დან, მგონი 4 ბლოკი იყო, ბევრი წელი გავიდა, აღარ მახსოვს, 4 ბლოკი მახსოვს იყო. იქიდან მინიმუმ 2 ბლოკის, ანუ საშინაო დავალებების შესრულებაზე, რეფორმების გატარებაზე პასუხს აგებდა იუსტიციის სამინისტრო. შესაბამისად ძალიან ბევრი შეხვედრის ჩატარება მიწევდა მე თვითონ ჩემს თანამშრომლებს და გამრჩენია განცდა, მაგრამ არ ვიცი დღემდე ეს განცდა იყო როგორც perception-ი რომ ამბობენ მოდაში იყო მაშინ ეს სიტყვა თუ რეალობა. და თქვენგან მინდა თქვენი შტაბ-ბეჭდილება მოვისმინო. ხშირად მქონია შემდეგი განცდა, რომ პრობლემა ის კი არ იყო, რომ ან რომელიმე რეფორმა არ იყო წარმატებული, ამას თვითონაც როცა ბიუროკრატები და საჯარო მოხელეები ბრიუსელში წერდნენ,
დაუინტერესებელ და უანგარო მიუკერძოებელ დოკუმენტებს წერდნენ, რომ ეს ყველაფერი იყო წარმატებული. ეს კი არ იყო პრობლემა. პრობლემა თითქოს მე მრჩებოდა განცდა ხოლმე, რომ იყო ის, რომ მათთვის მიუღებელი იყო ქართული ოცნება როგორც პოლიტიკური ხელისუფალი. და უფრო მეტიც დამრჩენია ხოლმე განცდა, რომ ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო ნაციონალური მოძრაობა და ჩემს მაგივრად მაგიდასთან მაგალითად მჯდარიყო მწვალებელი, რეკეტირი, ზურა ადეიშვილი, მას უფრო მეტ ხელშეწყობას მიცემდნენ და შესაძლოა უფრო მალეც მიეცათ ნაციონალური მოძრაობისთვის უვიზო რეჟიმი და არ ეკითხათ ციხეში რა ხდება, ბავშვებს რატო ემუქრებით გაუპატიურებით, მოლაშვილს რატო დააწვით ზურგზე სიგარეტის ნამწვავები, რატომ აუპატიურებდით ცოცხლით ზოგიერთ პატიმარს, რატომ ჩაახშეთ სისხლით თქვენ მიერვე დაგეგმილი ბუნტი ორთაჭალის ციხეში, რატომ გააუქმეთ რეალურად სასამართლო, რატომ ყავდათ 30,000-მდე პატიმარი, რატომ ყავთ ამ კითხვებს ბიზნესს რატომ აუბედურებთ და რეალურად ჩვენ ნახეთ აქ გაუბედურებული ბიზნესმენები და მათი მეუღლეები და რეალურად დანგრეული ცხოვრებები და ოჯახები. რატომ მოკალით როინშავაძე, რატომ მოკალით სანდრო გირგვლიანი, რატომ მოკალით გამცემლიძე, რობაქიძე, რატომ მოკალით დათო ცინდელიანი დღეს ჩვენ სულ 1 საათში მოკლული პაატა ქარდავას მეუღლეს და ქალიშვილს მოусმენთ და კიდევ რამდენი ერთი ჩამოვთვალო. აი ამას კი არ კითხავდნენ. არამედ შეიძლება კიდევ მეორედ ეწოდებინათ მათთვის ყველაზე დემოკრატიული შუქურა მსოფლიოში და რეგიონში. უვიზოც უფრო ადვილად მიეცათ და ამ დროს ჩვენს თვალში ბეწვს ეძებდნენ. შვენას არა, ბეწვს. აი ეს განცდა მქონდა ხოლმე ყოველთვის, იმიტომ რომ თითქოს განცდა იყო ასეთი, რომ მათთვის მთავარი იყო საქართველოში მათთვის მისაღები ბოდიშსვიხტი გამოთქმისთვის ხელის ბიჭი მთავრობა ყოფილიყო, პოლიტიკურად მისაღები, რომელიც ნებისმიერ დავალებას შეუსრულებდა, მათ შორის გახსნიდა მეორე ფრონტს მაგალითად და ცალფეხზეც დადგებოდა ასკინკილით და რეალურად მნიშვნელობა არ ქონდა ადამიანის უფლებების მდგომარეობა, დემოკრატიის ხარისხი როგორი იქნებოდა. ამიტომ ხდებოდა თითქოს რომ როგორც თქვენ ბრძანეთ, მოდი გადავდოთ უვიზო მიმოსვლის მიცემა ქართველი ერისთვის არჩევნების მერე. თითქოს იყო გარკვეული იმედი მათ შორის პოლონელი დეპუტატის სარიუშ ვოლსკის მხრიდან, რომ აი იქნებ ესენი შეიცვალონ და მერე მივცემთ უვიზო რეჟიმს. ეს განცდა მე მუდმივად მქონდა. თქვენ თუ გქონიათ იგივე აღქმა, თუნდაც ვაშინგტონში, თუნდაც ბრიუსელში უამრავი ვიზიტი ჩაატარეთ, რომ ეს რეალურად ის კი არ იყო, რომ ადამიანის უფლებები აინტერესებდა ზოგიერთს, დასავლელ პარტნიორს. არამედ მათთვის ვინ იყო ხელისუფლებაში, ეს იყო მთავარი. კი, უფრო ჩემი გადმოსახედიდან რა განცდაც, რადგანაც განცდებს და perception-ებს ვსაუბრობთ, აი განცდა იყო ესეთი, რომ იმ მოედანზე, მათ მოედანზე ის რაც ალბათ ნაციონალური მოძრაობისთვის იქნებოდა უბრალოდ 100 მეტრიანი გარბენი, ჩვენთვის იყო 1 კილომეტრიანი გარბენი ბარიერებით. დაახლოებით აი ესეთი გზის გავლა გვიწევდა, რომ შევატაროთ როგორ შეიძლებოდა წარმოგვედგინა აღქმის დონეზე დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ. მადლობა. სტატუსზე მინდა კითხოთ, მე მესმის რომ ამ დროს თქვენ უკვე აღარ მუშაობთ საკუთრივ ევროინტეგრაციის საკითხებზე, როდესაც 3 ქვეყნიდან 2 გამოარჩია ბრიუსელმა და საქართველოს არ მიცა სტატუსი. ეს მაშინ ჩვენ სრულიად სამართლიანად აღვიქვით მთავრობამაც, პარლამენტმაც და საზოგადოებამაც, რომ რაღაცის გამო ჩვენ ბრიუსელმა
მიუხედავად იმისა, რომ იგივე კოპენჰაგენის კრიტერიუმებს ავიღებთ თუ სხვა სახეცვლილ კრიტერიუმებს თუ მიდგომებს თუ სტანდარტებს და პრინციპებს, რასაც ბრიუსელი მიყვებოდა მიუკერძოებლობის ნაწილში, საქართველო მოლდოვაზეც და უკრაინაზეც ყოველთვის ბევრად წინ იყო და ის ობიექტურად იმსახურებდა მათზე ადრე და მინიმუმ მათთან ერთად სტატუსის მინიჭებას, მაგრამ ბრიუსელმა გამოარჩია და ჩვენ მაშინ ბატონი მაკრონი გამობრძანდა და გეოგრაფიულად სხვა მდგომარეობა აქ საქართველოს ესეც კი ბრძანა და დაავიწყდა რომ ეს ის გეოგრაფიული მდგომარეობა, რომელიც ქართველ კაცს აიძულებდა, რომ საუკუნეების მანძილზე ქრისტიანობა და ევროპული კულტურა დაეცვა და საფრანგეთში ბატონი მაკრონის წინაპრები ამიტომ ცხოვრობდნენ ხოლმე უფრო მშვიდად, როცა ჩვენ აქ სისხლს ვღვრიდით, მაშინ ისიც კითხვა, რომ ეს სხვანაირი გეოგრაფიაო და მოკლედ ჩვენი ისტორიული ეს ისტორია თითქოს და დაიწუნა. ამ დროს რამდენად ეთანხმებით თქვენ ესეთ პოსტულატს? ბრიუსელმა ეს გააკეთა იმ იმედით, რომ ქართული ოცნების დასჯა აისახებოდა საზოგადოების მხარდაჭერაზე მართველი გუნდის მიმართ, შემცირდებოდა ეს მხარდაჭერა ისე, რომ ეს რისხვა გამოწვეული მიიმართებოდა ქართული ოცნების წინააღმდეგ, საკუთარი საზოგადოება თუ არა აუჯანყდებოდა, ყოველ შემთხვევაში მოუშლიდა მხარდაჭერა საკუთარ მთავრობას, რეჟიმი შეიცვლებოდა და შემდეგ მიიღებდნენ იმას, რაც არის როგორც იკვეთება მათი დიდი ხნის ოცნება, რომ ისევ სააკაშვილი დაბრუნდეს ხელისუფლებაში. აი ამ პოსტულატს, როგორც პარლამენტის წევრმა პოლიტიკურად ჩამოვაყალიბე, რამდენად თქვენ გაიზიარებდით იმ ფაქტებზე დაფუძნებით, რაც თქვენ იცით? ეს მნიშვნელოვნად და გამომდინარე იმ ფაქტებიდან, რომელსაც ჩვენ 2014 წლის მერე ხედავთ და აი რიგი ფაქტებისა განვიხილეთ და მეც მოყევი, ეს პირდაპირ ამაზე მიუთითებს, აი ეს ჩანს, ეს იკვეთება, ეს იკითხება, რომ მათი პოლიტიკური პრიორიტეტები, მათი პოლიტიკური გემოვნება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს კრიტერიუმები, ინდიკატორები, მაჩვენებლები, რაც წესით უნდა იყოს საფუძველი ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის, არის მეორეხარისხოვანი. ეხლა მე ძირითადად აქ საქმე მაქვს სხვადასხვა ყველა სახელმწიფოს ელჩთან ცხადია, მაგრამ ნამდვილად გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ არ შემოხვედრია არც ერთი ევროპელი დიპლომატი, რომელიც პირად საუბარში არ იტყოდა, რომ ეს იყო შეცდომა, რაც რა პოლიტიკური გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული, რომ საქართველოს როგორც ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოს ყველა ინდიკატორით და მაჩვენებლით არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად. თქვენ გულისხმობთ თქვენს ამჟამინდელ ევროპელ კოლეგებს, გაეროში ევროპელ კოლეგებს, რომლებსაც წარმომადგენლებს კი ევრო ასე თქვა სტრუქტურებში ან ამ საკითხზე მუშაობის ან პოლიტიკური სიმძიმე ამ თვალსაზრისით ნაკლებად აქვს და ან თუ აქვს ყოველ შემთხვევაში პირად საუბრებში ყველა ამბობს, რომ ეს იყო შეცდომა. კი ბატონო, ამასობაში ნიუ-იორკში არასწორი, უფრო სწორედ შეცდომა უკვე სხვა შეფასების კატეგორია. კი ბატონო. ამასობაში ნიუ-იორკში ღამის 3-ის ნახევარი ხდება, ბატონ სოზარ სუბარს მივცემ ბოლოს სიტყვას და უნდა გაგათავისუფლოთ. დიდი მადლობა ბატონო დავით, ძალიან მაღალპროფესიული და ისეთ ინფორმაციული ახსნა განმარტებისთვის. ესე დასვა 30 კითხვა და მე გაახსენდა, რომ 3-ის ნახევარია თქვენთან, მაგრამ აი ეს დიდი ერთი ქალი ვარ და ვჩაგრავ მამაკაცებს კომისიაში. მოიკლეთ. კარგი, 15 წუთი გეყოფათ ბატონოს. კი, ნამდვილად რამდენიმე კითხვა მაქვს, თუმცა ძირითადად დაზუსტებები, სხვათა შორის იმდენად კითხვები არა. უბრალოდ ეხლა თქვენ რასაც ყვებით და
ვიცოდით ეს ყველაფერი ჩვენმა საზოგადოებამაც იცის, მაგრამ ვიცით ესე ხო, აი ზოგადად ვიცით და როცა ასე კონკრეტულად ფაქტებით ყვებით, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს იცოდეს საზოგადოებამ ყვებით გვარებით. მე ჩემ თავისუფლებას მივცე ესეთი შეფასებები, რომ რასაც ეს ადამიანები აკეთებდნენ, ეს ხო როცა ისინი იბრძოდნენ ვიზა ლიბერალიზაციის წინააღმდეგ, ეს ხო საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, ეს ხო ანტიქართული, ეს იყო ანტიეროვნული, ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებები, ეს ეხება როგორც NGO-ებს, მათ წარმომადგენლებს, ისე იმ ოპოზიციურ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამას აკეთებდნენ. გაიზიარებთ თუ არა აი ამ შეფასებას თქვენი თვალსაზრისიდან, როგორც ჩანს? დიახ, მე თავიდანვე ახსენეთ იმაში მით უმეტეს, როდესაც მაშინ მე პოლიტიკური თანამდებობა მეკავა და ამ თვალსაზრისით არ შემიზღუდავს ჩემი თავი გავიმეორებ კიდევ ერთხელ ეს იყო პირადი ინტერესებით, პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახები სახელმწიფოს მოსახლეობის ეროვნული და გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები. დიდი მადლობა. თქვენ ბრძანეთ რომ სამი NGO აქტიურობდა განსაკუთრებით ეს იყო ისფედი, ანუ უსამართლო არჩევნები, სამართლიანს ვერ დავარქმევთ ორგანიზაციას, რომელიც აყალბებდა ხმების პარალელურ დათვლას 2020 წლის არჩევნებზე და ამით ცდილობდა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების და არეულობის და სისხლის პროვოცირებას. ეს იყო საია, ანუ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ორგანიზაცია, რომელიც და რომლის ხელმძღვანელებიც 2008 წლის ომის შემდეგ ლობირებდნენ რუსეთის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, როცა ამტკიცებდნენ თითქოს საქართველოს ქართული სახელმწიფო ლახავდა თავისი მოქალაქე ოსი ეროვნების ადამიანების უფლებებს და ბომბავდა თავის მშვიდობიან მოსახლეობას და ეს იყო საერთაშორისო გაუმჭვირვალობა ორგანიზაცია, რომელსაც როგორც საბჭოთა კავშირს 70 წელი თუ 30 წელი მართავდა ლეონიდ ბრეჟნევი, დღემდე ხავს ქალბატონი გიგაური ერთადერთი და უცვლელი ხელმძღვანელი. ნიშკარგია რომ ეს ორგანიზაციები დაასახელეთ, მაგრამ ამ ორგანიზაციებს ყავდათ ხელმძღვანელები, ადამიანები, რომლებიც ჩადიოდნენ და ლაპარაკობდნენ და კარგი იქნება ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, არ მითხრათ ახლა რომ გვარები არ გახსოვთ. არა, როგორ არ მახსოვს, უბრალოდ ეკა არაერთხელ ჩამოსულა გიგაური, ისი მოადგილე იყო თვალწებეუნიანი გვარად, ისიც არაერთხელ ჩამოსულა. საიას ესეთ 4 წლის განმავლობაში არაერთი ასეთი ვიზიტი იყო. არაერთი. შეიძლება ითქვას, რომ აი სიხშირე რო ავიღოთ ჩემი აღქმით, ახლობით 2-3 თვეში ერთხელ იყო ასეთი ვიზიტი. ასე რომ ალბათ არ დარჩენილა წარმომადგენელი, მე შევეცდები კიდევ ერთხელ ალბათ ამ თვალსაზრისით ჩანიშნული მაქვს და ყველა იმ აქტივობას და იმ პირებს, ვისთან ერთადაც ეს აქტივობები განხორციელებულა კომისიის ინტერესიდან გამომდინარე მოგაწვით. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დასკვნისთვის. და კიდევ ერთი ასეთი კითხვა მაქვს. ბოლო პერიოდში, ბოლო რამდენიმე წელია ჩვენთან გაჩნდა ესეთი ტერმინი, რომელსაც ხშირად ვიყენებთ, ეს არის დაუძინებელი მეგობრები. უწოდებთ ასე იმ ადამიანებს, რომლებიც ყველაზე ხშირად აქტიურობენ, ყველაზე ცუდად აქტიურობენ საქართველოს და ქართული ინტერესების წინააღმდეგ. უკვე ესეთი კრეფსითი სახელიც კი გახდა, მაგალითად, იუკნევიჩიანეები, კუბილიუსები, ბოლო წლები რა, ბოლო პერიოდი ხდება აღარ არის ევროპარლამენტის წევრი და აღარ ჩანს ისე აქტიურად. სამწუხაროდ საქართველოში ევროკავშირის დღევანდელი ელჩი ბატონი ჰერჩინსკიც ამ სიაში ჩაეწერა და აი ამ რიგში ჩადგა. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც თქვათ იყენებდნენ საქართველოს წინააღმდეგ იმ საქმეებს, რომლებიციც მერე სისხლის სამართლის საქმეებს, რომლებიც მერე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად სამართლიანი იყო ქართული სახელმწიფო და ქართული სასამართლო და ისინი ამას უწოდებდნენ პოლიტიკურ დევნას ან საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ისეთ საქმეებს, სადაც როგორც იყო რუსთავის საქმე და აქაც აღმოჩნდა, რომ საქართველო იყო აბსოლუტურად მართალი. თქვენ ახსენეთ ერთადერთი გვარი, ეს არის სირიუს ვოლსკი, თუ სირიუს ვოლსკი, ადამიანი, რომლის სახელიც მართლა ერთ-ერთი ამ იუკნევიჩიანებით და მარგარიტა გრიგორიევი
ბივით ხშირად ისმოდა, ალბათ ყველაზე ხშირადაც. თუმცა ახლა აღარ არის პოლიტიკურ ასპარეზზე, აღარ არის ევროპარლამენტის წევრი, რომელსაც ის წარმოადგენდა 20 წლის განმავლობაში, პოლონეთის წარმომადგენელი იყო ევროპარლამენტში. მაგრამ ბევრი ადამიანი შეიძლება დღესაც იქ იყოს, დღესაც აკეთებს განცხადებებს საქართველოს წინააღმდეგ და დღესაც ქართულ საზოგადოებაში აღიქმება თითქოს ისინი არიან ევროპელი პოლიტიკოსები, საქართველოს მეგობრები, რომლებიც რაღაცა ჩვენი ინტერესების დაცვას ცდილობენ და კარგი იქნება თუ ეხლა გახსოვთ ეს გვარები, განსაკუთრებით ვინც აქტიურებდნენ, გაიხსენოთ და გითხრათ, თუ არა და შემდეგ მოგვაწოდოთ მოგვიანებით. უკეთესი იქნება ეხლა ვინც გაგახსენდება. აუცილებლად აი შევეცადე რომ უცებ იქნებ სადმე ასე ვთქვათ იმეგნო, მაგრამ არ მინდა რომ არასწორი ინფორმაცია მოგაწოდოთ. მოგაწვით ყველა აქტიობების და განცხადებების შესახებ ინფორმაციას. კარგი მახსოვს, დადებითი რაც მახსოვს ეს ასე ვთქვათ საეროშველსკი დაუვიწყარი იყო მისი ასე ვთქვათ დაუძინებელი აქტიობებით. უბრალოდ მაგალითად მახსოვს რომ ბატონი ზვიად კვაჭანტირაძე ასეთ ავტონთია და იყო საჯად კარიმი, რომელიც ასე ვთქვათ ჩვენი კარგი პარტნიორი, კარგი თანათავმჯდომარე იყო და ასე ვთქვათ ამ თვალსაზრისით გვეხმარებოდა ძალიან და როგორც თქვენ თქვით, კარგების დამახსოვრებაც აუცილებელია. ხოლო მათ ვინც დაუძინებლად ზრუნავდა საკუთარი პარტნიორების გაძლიერებაზე ჩვენი ქვეყნში და ამის ეს ხდებოდა ჩვენი მოსახლეობის ინტერესების ხარჯზე, აუცილებლად ეს ჩავნიშნეთ მომენტ. კი ბატონო, მადლობა და ბოლოს ქალბატონმა თეამწეღან თქვა, რომ ხო არ გრჩებოდათ ისეთი შთაბეჭდილებაო, რომ გაცილებით ადრე მისცემდნენ საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციას თუ სხვა რაღაცა კარის გახსნების და საფეხურების გავლები ევროკავშირის მიმართულებით, აქ რო ყოფილიყო თქვათ ნაციონალური მოძრაობა. შეიძლება და დღეს, როცა პოლიტიკური ბრძოლისთვის დასჭირდათ ეს მართლა ამის ლობირება გააკეთებინათ, მაგრამ სინამდვილეში ნაციონალური მოძრაობა რო დარჩენილიყო, უბრალოდ მართლა წარმოუდგენელია იმდენად რომ ეს ნაბიჯები საქართველოს გაულა იმდენად ეწინააღმდეგება ყველაფერი, რასაც ნაციონალური მოძრაობა აკეთებდა და წარმოადგენდა იდეოლოგიურად ევროპულ ღირებულებებს, რომ ეს მომხდარიყო. დავიწყებ ყველაზე თქვათ აბსოლუტურად ისეთი თეორიული არგუმენტი და როგორც იყო საქართველოს პარლამენტის შენობაში მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა ერთხელ და თქვა, რომ ეს არის მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ჰყავს ლიბერტარიანელი მთავრობა. რამდენად ლიბერტარიანელები იყვნენ და რამდენად ფსევდოლიბერტარიანელები იყვნენ და ცრუ ლიბერტარიანელები ეს ერთია, თუმცა მართლა რომ ლიბერტარიანელები ყოფილიყვნენ, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი იმ სოციალური პოლიტიკისთვის, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვაკუთხედია, ასე რომ შეუთავსებელი იყო ის პოლიტიკა, რასაც სააკაშვილი ატარებდა და მისი ხელისუფლება ევროკავშირთან, თუნდაც აი ამ იდეოლოგიური კუთხით. ციხეებში წამება და ადამიანის უფლებების მასობრივი შელახვა აბსოლუტურად შეუთავსებელი ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან და ევროპულ პოლიტიკასთან ამ სფეროში და ეს დასტურდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებით, მაშინ როცა რაც ხელისუფლება შეიცვალა 2012 წლის შემდეგ მსგავსი გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არ მიუღია. ქუჩებში დახვრეტები, საკუთრების გაუქმებული უფლება, რომელიც უბრალოდ ევროკონვენციას კი არ ეწინააღმდეგება, იმ პრინციპს ეწინააღმდეგება, რაზეც საერთოდ ევროპა ჩამოყალიბდა, ევროპა როგორც ღირებულებითი სისტემა, იმიტომ რომ სწორედ საკუთრების უფლების დაცვა იყო ერთ-ერთი საფუძველი, რაზეც ევროპული ღირებულებები ჩამოყალიბდა, ასე რომ შეიძლება პოლიტიკურად კი დაეჭირათ ხარი, მაგრამ სინამდვილეში აქ რო არ ყოფილიყო რაღაც ალტერნატიული ძალა, თვითონ ნაციონალური მოძრაობას ალბათ არ მოინდომებდა იქ გაწევრიანებას თუ ისე გარედან არ მიიღებდნენ მსგავს დავალებას, იმდენად შეუთავსებელი იყო ის, რასაც აკეთებდნენ იმ ყველაფერთან, რასაც აქამდე წარმოადგენდა ყოველ შემთხვევაში ევროკავშირი თავისი ღირებულებებით. დღეს სამწუხაროდ იქაც ვხედავთ ძალიან სერიოზულ ეროზიას. თქვენ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩართვისთვის, სახსნაგანმარტებისთვის და ვიმედოვნებთ, რომ ის ინფორმაცია, რომელიც დარწმუნებული ვარ, როგორც დიპლომატს მუდმივად იწერდით, ინიშნავდით, გადახედავთ და მოგვაწვდით დამატებით. გმადლობთ. ბატონო დავით, დიდი მადლობა. კითხვები ხომ არ არის კიდევ?
დიდი მადლობა ყველა იმ საქმისთვის, რაც ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის რანგში ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ გაგიკეთებიათ. შემდეგ, როგორც თქვენვე აღნიშნეთ, უკიდურესად გართულებულ ვითარებაში ვაშინგტონში ჩვენი ქვეყნის გეოსტრატეგიული და მაღალი დონის პოლიტიკური ინტერესები დაგიცავთ და ახლა უკვე გაეროში ემსახურებით ჩვენ სამშობლოს. ყველა ამ საქმისთვის დიდი მადლობა, დღეს ჩართვისთვის დიდ მადლობას მოგახსენებთ და უნდა ვთქვა, რომ აქ როგორც ჩანს ჩემი და ბატონის ოზარის ხედვები ოდნავ განსხვავდება, მე მაინც ვრჩები მაზრზე, რომ მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ჩვენ დასკვნაშიც მოხდება ყველა ის მასობრივი უფლებების დარღვევები, კაცის კლა, ბავშვების გაუბედურება, მათ შორის ავჭალის ციხე გადაწესებული იყო ბავშვებით და რომელი ერთი უნდა ჩამოთვალო, მიუხედავად ამისა, ისინი მაინც შეძლებდნენ, რომ ფასადური რეფორმები ჩაეტარებინათ, შექება დაემსახურებინათ და უფრო მარტივი ყოფილიყო მათთვის საერთაშორისო ასპარეზზე საქმიანობა. მე უფრო ასე მგონია, იმიტომ რომ რეალურად ის პოლიტიკოსები და პოლიტიკური ორგანიზაციები უფრო მარტივად დგამდნენ იმ ნაბიჯებს, რასაც დავალებები ჰქვია. მეორე ფრონტიც გაიხსნებოდა ჩვენს ქვეყანაში, სადაც კი იქნებოდა უიზომი მოსვლა ევროპასთან, მაგრამ იქნებოდა და ღმერთმა დაგვიფარა ძალიან დიდი სისხლისღვრა და ომი. მაგრამ ეს დასკვნის თემაა უკვე, ეს ვარაუდები აღარ არის, ეს არის ფაქტებზე დაფუძნებული შეფასებები და ჩვენ შეგვეძლება, რომ კომისიის შიგნით ამაზე კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ. რაც თავია, თქვენ მადლობა ფაქტებისთვის. თუ არ შეწუხდებით, ვინაიდან ჩვენ ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა მიმდინარე კვირის ბოლომდე, რასაც შეაგროვებთ, რომ მოგვაწოდოთ და დიდ წარმატებებს გისურვებთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა. წარმატებებს ვსურვებთ თქვენს კომისიას. მადლობა ბატონო დავით. ნახვამდის.